ცენტრალური საარჩევნო კომისია მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის შედეგებს ითვლის. ხმების დათვლის პროცესისთვის თვალის მიდევნება ნებისმიერ სრულელს ონლაინ რეჟიმში შეუძლია. საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე ვრცელდება საუბნო კომისიების ოქმებით. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს უბნებზე მომუშავე კომისიის წევრებს იმოქმედონ უფლებამოსილების ფარგლებში და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი ხმის დათვლის პროცესის მშვიდობიან წარმართვას. 8 საათის მონაცემებით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი პოზიცია 930,000-მდე მოქალაქემ დააფიქსირა. ეს რეგისტრირებული ამომრჩევლის 27.9%-ია. წესგოდან ბოლო მონაცემებით სალომე ქოქიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. როგორც იცით, ამ წუთებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ყოველ წუთში ახლდება მონაცემები, იტვირთება თითოეული უბნის შემაჯამებელი ოქმი. ჯერჯერობით ჩვენ ცნობილია, რომ 35 საარჩევნო ოლქიდან დაახლოებით 140-მდე უბანი არის დათვლილი. მთელი ქვეყნის მასშტაბით 2229 უბანი იყო გახსნილი და შესაბამისად ჩვენ სწორედ ამდენ შემაჯამებელ ოქმს ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე. თუმცა აი ამ მონაცემებითა ჯერჯერობით შეგვიძლია მხოლოდ და მხოლოდ წინასწარ მონაცემებზე ვისაუბროთ. განსაკუთრებით საინტერესო არის ამ მხრივ ცხეთის მონაცემები. ამ საარჩევნო ოლქში დათვლილი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი უბანი და ერთი უბნის შემაჯამებელი ოქმი არის განთავსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე და ამ ოქმის თანახმად ამ ერთ უბანზე ხმათა 176 ხმა აქვს მიღებული ცეზარ ჩოჩოს, ხოლო სახელმწიფო გუნდის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს 173 ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ცეზარ ჩოჩელი ამ ერთი უბნის მონაცემებით ჯერჯერობით არჩევნებს სამი ხმის სხვაობით იგებს. რაც შეეხება ჭიათურას, სადაც არჩევნებში მონაწილეობდა თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი, ამ შემთხვევაში თეიმურაზ გაფრინდაშვილს სულხან მახათაძე უფრო მეტი ხმა აქვს მოგროვილი ვიდრე თეიმურაზ გაფრინდაშვილს. კიდევ ერთ ოლქში ხაშურის მონაცემები ჯერჯერობით არ არის განთავსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე, ანუ ეს არის ის ოლქი, სადაც მრეწველების კანდიდატი მონაწილეობდა არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის წარმომადგენელთან და კანდიდატთან ერთად. რაც შეეხება ძალიან საინტერესოა ასევე გორისა და ზუგდიდის 66 ოლქების მონაცემები. ამ ოლქებში, როგორც იცით, სანდრა ელისაბედ რულოვსმა და ირაკლი ალასანიამ მოხსნეს კანდიდატურები, თუმცა მათი გვარები მაინც დარჩა საარჩევნო ბიულეტენებზე, მათ ხმების გარკვეული რაოდენობა აქვთ მიღებული. რაც შეეხება უკვე სხვა მონაცემებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გაგვაცნოთ მხოლოდ ერთეული უბნების მიხედვით მონაცემები, მაგალითად ბათუმის 62 ოლქში ამ ეტაპისთვის ლიდერობს ქართული ოცნების კანდიდატი ფატი ხალვაში ამ მონაცემებით. კიდევ გვაქვს ჩვენ მონაცემები გლდანის 21 უბნიდან, სადაც სერგორატიანს ამ ეტაპზე ამ მცირე მონაცემებით უგებს არჩევნებს ლევან კობიაშვილი. რაც შეეხება კიდევ ერთ უბანს, ეს არის ისნის მერვე საარჩევნო უბანი. აქ ჯერჯერობით ლიდერობს იმ მცირე ხმათა რაოდენობით, რაც არის დათვლილი ირაკლი აბუსერიძე, მმართველი გუნდის კანდიდატი. კიდევ ერთი ოლქი, ეს არის სამგორის მე-11 ოლქი, იგულისხმება ამ შემთხვევაში ვარკეთილი, ამ შემთხვევაშიც აქაც ლიდერობს ჯერჯერობით მმართველი გუნდის კანდიდატი გიორგი მოსიძე. კიდევ ერთი მონაცემი გვაქვს ჩვენ სამგორის მე-12 ოლქიდან, აქაც მმართველი გუნდის კანდიდატი მარიამ ჯაში ლიდერობს და დიდუბის მონაცემები ზაზა პაპუაშვილი ჯერჯერობით იგებს რამოდენიმე უბნის მონაცემებით არჩევნებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა დავით ნაფეტვარიძესთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცირე ხმათა რაოდენობა დათვლილი ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის, როგორც გვეკითხარით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ყოველ წამს იდება ახალი შემაჯამებელი ოქმების სხვადასხვა საარჩევნო უბნებიდან. მადლობა სალომე, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ბოლო მონაცემები სალომე ქოქიაშვილმა მოგვაწოდა.